ყრიმში A-კლასის საერთაშორისო ტურნირს აგალაროვის თასზე აზერბაიჯანმა უმასპინძლა. მასში 7 ქვეყნის 90 მონაწილე ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იყო წარდგენილი, მასში 2 ფოთელიც ირიცხებოდა. გიორგი ჩარგაზია და გიორგი მანჯავიძე. საერთაშორისო ტურნირზე გიორგი მანჯავიძემ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში ჩავატარე 3 ბრძოლა. აქედან მოვიგე 2. პირველი შევხვდი ტაჯიკს. მეორე ბრძოლა ჩავატარე აზერბაიჯანელ მოკრივესთან და მესამე ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით დავთმე კაზახ მოკრივესთან. მალე ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ვაპირებ გამოსვლას და მინდა ისევ შეუერთდე საქართველოს ნაკრებს. შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. აგალაროვის ტურნირი ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირია ევროპაში. იქ მონაწილეობას ღებულობენ ძალიან ძლიერი გუნდები და ორმაგაცაც სიხარულა ჩვენი დარბაზის მოკრივე, ჩვენი სპორტ სკოლის აღზრდილი გიორგი მანჯავიძემ დაიკავა მეორე ადგილი. ნაკრებმა თავი ისახელა, ჩემპიონიც ყავს ნაკრებში და 2 მესამე ადგილი თან. პარალელურად ბათუმში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა, სადაც 8 ფოთელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან გიორგი საჯაია, სლავა საჯაია, ლუკა ტყებუჩავა, ნიკოლოზ ფარცვანია და ლადო კლომაია პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. საბაჯოლოხავა და ამირან მარგალიტაძე მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო გენადი ხავთასი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. კმაყოფილი ვარ ჩვენი შედეგით. უფრო მეტი გვინდა რომ ყველა ჩემპიონი გამختارიყო, მაგრამ სპორტი კრივისა და სერიოზული საქმეა, 7 გუნდი იყო ჩამოსული და ცოტა არ იყოს გაბიჭირდა კიდევაც, მაგრამ კმაყოფილი ვართ. თებერვლის დასაწყისში ფოთი ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლებს. სპორტსმენები ვარჯიშებს განაგრძობენ და ჩემპიონატისათვის აქტიურად ემზადებიან.